გამოფენას ვაკეთებდით. ერთი თვის განმავლობაში ქონდა თემა თავისუფლება, ბავშვებს მიყავდათ გამოკითხვები, ატარებდნენ სხვადასხვა გამოკითხვებს და ატარებდნენ სხვადასხვა გამოკითხვებს. და ამის შემდეგ მათ გადაიღეს ფოტოები თავისუფლების შესახებ. და ყველაფერი ერთად გავაკეთეთ, ფოტოები ერთად გამოვფინეთ. დავყიდეთ ექსპოზიცია ერთად მოვაწყეთ. სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან და ეგ არის ძალიან საინტერესო. თვითონ ბავშვებისთვისაც დიდი გამოცდილებაა თუ რამხელა პასუხისგებლობა ყოფილა ფოტოების გამოფენა უკვე საზოგადოდ და პასუხისგებლობა რა თქმა უნდა დიდი სიამოვნება. ძალიან საინტერესოა. საპასუხისგებლო. რაღაც ცოტა ვინერვიული კიდევაც როგორი იქნებოდა, როგორი გამოვიდოდა. პირველ რიგში საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ პირველი გამოფენაა და თან ჩვენი სკოლის სახელით გამოვდივართ, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. ახარებული ვარ, ნერვიულობ თან, იმიტომ რომ ეხა პირველია, სკოლის სახელითაც გამოვდივართ და რავი. პირველს გახარებული ვარ. ძალიან მაგარი გამოვიდა, მართლა არ ველოდი ესეც. ძალიან მომწონს. დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის, რომ ეს ფოტოები ყოველ მოწონებოდა ხალხს. გამიხარდა პირველი გამოფენა, კარგად ჩატარდა და ძალიან მომწონს. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ თან პირველი არის და ძალიან მომწონს მე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდესმე მეყოლებოდა რაღაც მოსწავლეთა მით უმეტეს გამოფენა ქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი мотиваცია არის ბავშვებისთვის, რომ განაგრძონ სწავლა ფოტოგრაფიას. არა მარტო ჩემი შვილი, ძალიან მომეწონა ყველა ბავშვის ნამუშევარი, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასწავლებლის და ძალიან მომეწონა დღევანდელი დღე ყოჩა ბავშვები. ჩემთვის იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ძალიან ახალი დაწყებულია, ანუ კურსი ახალი დაწყებულია და თან განსხვავებული ასაკის ბავშვები არიან და ამათ ესე შეკრება და რაღაც მიმართულებები ხო აქვს ფოტოებს ესე ჩამოყალიბება ალბათ ძალიან რთული იყო, მაგრამ შედეგით ვარ გაოცებული, ძალიან მომეწონა. თან ყველაზე მთავარი არის ორიგინალური ხედვა არის, ანუ თქვათ როგორ ხედავენ თავისუფლებას ან მათემატიკას ან ახალ წელს და იმდენად არ ველოდი და ისეთი ღრმა არის, გავგიჟდი, ძალიან მომწონს.